დღე მეორე. არტემის 2-ის 4 კაციანი ეკიპაჟი დედამიწის მაღალი ორბიტიდან, სადაც უკვე ადამიანი თითქმის 50 წელია არ ყოფილა. ოფიციალურად დაადგა მთვარისკენ მიმავალ გზას, რომელიც 4 დღემდე გრძელდება. არტემის 2-ის მისია ეს იქნება საკაცობრიო. ეს მნიშვნელოვანია ტექნიკურად, მაგრამ არა მეცნიერული აღმოჩენებისთვის. ასტრონომების შეფასებით, ჩვენ მთვარეზე ახალს ფაქტობრივად ვერაფერს გავიგებთ, მაგრამ ამ მისიის წარმატება დაგვეხმარება სამომავლო კოსმოსური მისიებისა და მთვარის საცხოვრებელი სამეცნიერო ბაზის ორგანიზებაში. ამ ეპიზოდში გაგაცნობთ ყველა იმ სიახლეს, რაც ამ დროისათვისაა ხელმისაწვდომი კოსმოსში უკვე გაშვებული არტემის 2-ის პროგრამის შესახებ. სად არის ახლა ხომალდი ორიონი და როგორ გრძნობენ თავს ასტრონავტები? 2026 წლის 3 აპრილის მდგომარეობით არტემის 2 უკვე გზაშია მთვარისკენ და მისიის ყველაზე კრიტიკული ეტაპები წარმატებით მიმდინარეობს. 1 აპრილს წარმატებით შედგა გაშვება პირველი ადამიანური მისია აპოლოს მისიის შემდეგ 50 წლის განმავლობაში. 2 აპრილს შესრულდა უმნიშვნელოვანესი და ურთულესი მანევრი Trans-Lunar Injection TLI. ამ მანევრის შემდეგ კოსმოსურმა ხომალდმა ორიონმა დატოვა დედამიწის ორბიტა და შევიდა მთვარის ტრაექტორიაზე. კიდევ ერთხელ რომ შეგახსენოთ, არტემის 2 არ დაჯდება მთვარეზე. მისი მთავარი მიზნებია: კაფსულა ორიონის სისტემების ტესტირება, სიცოცხლის მხარდაჭერა და ნავიგაცია, ღრმა კოსმოსში ადამიანის შესაძლებლობების შემოწმება და მომავალი არტემის 3 მისიისთვის მომზადება, რომელიც უკვე მთვარეზე დაჯდომას ითვალისწინებს და ის 2027 წლისთვისაა დაგეგმილი. რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობას ბორტზე, NASA-ს ინფორმაციით, სისტემები ძირითადად ნორმალურად მუშაობს. მცირე ტექნიკური პრობლემა ტუალეტის სისტემაში უკვე გამოსწორებულია, როგორც ამბობენ, ვერ ხდებოდა გაწოვა, თუმცა უკვე აღარ აქვს ეს პრობლემა. ეკიპაჟი უკვე ატარებს ექსპერიმენტებს და ყოველდღიურ აქტივობებს კოსმოსში. დედამიწასა და მთვარის შორის ტრაექტორიაზე ორიონი თითქმის 35000 კმ/სთ სიჩქარით მიემართება. ანუ ახლა არის ტრაექტორიის შუა საწყისი ეტაპი. ჯერ კიდევ გზის პირველ ნახევარში იმყოფება ორიონი. NASA იყენებს სპეციალურ სისტემას ERO, სადაც ჩანს ზუსტი მანძილი დედამიწიდან, მანძილი მთვარემდე, სიჩქარე და ტრაექტორია. მოკლედ, არტემისის ეკიპაჟი მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მიიწევს მთვარისკენ. ახლა კი მოგასმენინებთ, რა თქვა არტემისის ასტრონავტმა ჯერემი ჰანსენმა კოსმოსიდან, როდესაც ეს ტრანსლუნარული გეზის აღება წარმატებით შეძლო ორიონმა. ტრანსლაციაში ჰანსენი განსაკუთრებით მშვიდი და კონცენტრირებული ტონით საუბრობდა, რაც ტიპურია ასეთი კრიტიკული მანევრის დროს. ეკიპაჟი პარალელურად აკვირდება სისტემებს და არ აკეთებს გრძელ ემოციურ განცხადებებს. გვინდოდა მთელ პლანეტაზე ყველასთვის გადმოგვეცა, რომ ამ მანევრის თითოეულ წამში ჩვენ ნამდვილად ვგრძნობდით თქვენს შრომას და გამძლეობას. ეს მანევრი მხოლოდ ეკიპაჟის კი არა, ათასობით ადამიანის მუშაობის შედეგია. ჩვენი ეკიპაჟი წარმოადგენს არა მხოლოდ ერთ ქვეყანას, არამედ მთელ კაცობრიობას. მისის მიმდინარეობის შესახებ ყველა არსებული სიახლის გარდა, ამ ეპიზოდში დეტალურად მინდა გიამბოთ ეკიპაჟის შესახებ. ორიონის კაფსულა ხომალდში, როგორც კოდის მაყურებელმა კარგად იცით, 4 ასტრონავტი იმყოფება. ესენია რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა ჰემოკოხი და ჯერემი ჰანსენი. მათი სახელები ისტორიის სახელმძღვანელოებში ოქროს ასოებით ჩაიწერება ნამდვილად. ეს გუნდი არ არის მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალების ერთობლიობა. ისინი განასახიერებენ თანამედროვე კოსმოსური კვლევის ახალ ერას, მრავალფეროვნებას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და უდიდეს გამოცდილებას. მოდი გავეცნოთ თითოეული მათგანის მოკლე გამოცდილებას კოსმოსთან დაკავშირებულ საკითხებში. რიდ ვაისმანი, მისიის მეთაური. კარიერა და კოსმოსური გამოცდილება. ვაისმანი NASA-ს ასტრონავტთა გუნდს 2009 წელს შეუერთდა, მისი პირველი გაფრენა 2014 წელს შედგა. ექსპედიციისას მან 165 დღე გაატარა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. კოსმოსური გასვლები. მისიის განმავლობაში მან ორჯერ დატოვა სადგური ღია კოსმოსში სამუშაოდ, ჯამში 12 საათზე მეტი. სოციალური მედიის პიონერი. რიდი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კოსმოსიდან აქტიურად აზიარებდა ვაინებს, მოკლე ვიდეოებს, რითაც კოსმოსური ცხოვრება მილიონობით ადამიანისათვის უფრო ახლობელი გახადა. სამხედრო წარსული. ვაისმენი არის მაღალი კლასის სამხედრო პილოტი. მას აქვს 3500-ზე მეტი საფრენის საათი, 30-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავზე. ის მონაწილეობდა საბრძოლო მისიებში და იყო გამომცდელი პილოტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რთული და გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების მართვის უდიდესი გამოცდილება. სანამ არტემის 2-ის მეთაურად დაასახელებდნენ, ვაისმენი იკავებდა ასტრონავტთა ოფისის ხელმძღვანელის პოზიციას.
ამ თანამდებობაზე ის პასუხისმგებელი იყო ყველა ასტრონავტის მომზადებაზე, რესურსების მართვასა და მისიებისათვის ეკიპაჟების შერჩევაზე. მან ეს პოსტი დატოვა სწორედ იმისათვის, რომ კვლავ დაბრუნებოდა აქტიურ ფრენებს, რამაც მას საშუალება მისცა გამხდარიყო მთვარის მისიის მეთაური. მისი როლი არტემის 2-ში. როგორც მეთაური, ის არის ეკიპაჟის ტვინი კრიტიკულ მომენტებში, გადაწყვეტილებების მიღებას ნებისმიერი გაუმართავების შემთხვევაში. საბოლოო სიტყვა ხომალდზე მას ეკუთვნის. მანევრირება. ის უხელმძღვანელებს ორიონის ტესტირებას დედამიწის ორბიტაზე, სანამ ხომალდი მთვარისკენ გეზლს აიღებს. გუნდური ერთობა. მისი გამოცდილება, როგორც ISS-ის ვეტერანისა, ეხმარება ეკიპაჟის ახალ წევრებს, განსაკუთრებით ჯერემი ჰანსენს, რომელიც პირველად მიფრინავს უწონადობასთან ადაპტაციაში. საინტერესო ფაქტი, ვაისმანი ცნობილია თავისი იუმორით და სიმშვიდით. როდესაც მას ჰკითხეს, რას გრძნობდა ეკიპაჟის მეთაურად დანიშნვისას, მან უპასუხა, რომ ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მისი გუნდის, არამედ მთელი იმ ათასობით ინჟინრის წინაშე, ვინც რაკეტა SLS-ზე მუშაობდა. ვიქტორ გლოვერი, პილოტი. ვიქტორ ჯერომ გლოვერი, ესა ადამიანი, რომელმაც უკვე არაერთხელ დაწერა თანამედროვე ასტრონავტიკის ისტორია. ის არის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტის კაპიტანი და NASA-ს ასტრონავტი, რომელიც არტემის 2-ის მისიის პილოტად შეირჩა. ამით ის გახდება პირველი ფერადკანიანი ადამიანი, რომელიც მთვარისკენ გაემგზავრება. განათლება და სამხედრო კარიერა. ვიქტორ გლოვერი დაიბადა 1976 წელს კალიფორნიაში. მისი აკადემიური და სამხედრო მომზადება შთამბეჭდავია. საინჟინრო განათლება, ფლობს ბაკალავრის ხარისხს ზოგად ინჟინერიაში და 3 მაგისტრის ხარისხს ფრენის ტესტირების ინჟინერიაში, ოპერაციულ ხელოვნებასა და სტრატეგიულ კვლევებში. ტოპ გან პილოტი. გლოვერი არის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გამოცდილი პილოტი. მას აქვს 3000-ზე მეტი საფრენის საათი 40-ზე მეტ სხვადასხვა თვითმფრინავზე და შესრულებული აქვს 400-ზე მეტი დაშვება ავიამზიდზე. საბრძოლო გამოცდილება. მონაწილეობდა 24 საბრძოლო მისიაში ერაყის ომის დროს. სწორედ ამ ექსტრემალურმა გამოცდილებამ ჩამოაყალიბა ის, როგორც ცივსისხლიანი და ზუსტი პროფესიონალი. გზა NASA-მდე და პირველი რეკორდები. გლოვერი NASA-მ 2013 წელს შეარჩია. მისი კოსმოსური დებიუტი 2020 წელს შედგა და ის მაშინვე გახდა ისტორიული მოვლენის ნაწილი. SpaceX Crew 1. ის იყო SpaceX-ის პირველი ოპერაციული მისიის პილოტი, რომელმაც ხომალდ Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმგზავრა. რეკორდული ყოფნა. ISS-ზე მან 168 დღე გაატარა. ამ მისიის დროს მან 4ჯერ დატოვა სადგური ღია კოსმოსში სამუშაოდ, რასაც Spacewalk ეწოდება, რაც ჯამში 26 საათზე მეტს შეადგენს. ის იყო პირველი აფროამერიკელი ISS-ზე. ის გახდა პირველი ფერადკანიანი ასტრონავტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გრძელვადიანი ექსპედიციის წევრი იყო. როლი არტემის 2-ის მისიაში. როგორც არტემის 2-ის პილოტი, გლოვერი პასუხისმგებელია ხომალდ ორიონის მართვასა და კონტროლზე. მისი ამოცანაა ხომალდის სისტემების მონიტორინგი და ხელით მართვის ტესტირება დედამიწის ორბიტაზე, სანამ ეკიპაჟი მთვარისკენ გაემართება. მას ევალება ორიონის ნავიგაცია და უზრუნველყოფა, რომ ხომალდი ზუსტად მიხვეს დაგეგმილ ტრაექტორიას. პიროვნული თვისებები და ფილოსოფია. კოლეგები ვიქტორს ახასიათებენ როგორც წარმოუდგენლად პოზიტიურ და გუნდურ ადამიანს. ის ცნობილია თავისი მეტსახელით IQ, რომელიც სამხედრო სამსახურის დროს შეარქვეს, აკრონომი I know everything. თუმცა ეს ხუმრობით მისი მაღალი კომპეტენტურობის გამო. გლოვერი ხშირად საუბრობს კოსმოსური კვლევის სოციალურ მნიშვნელობაზე. ჩვენ არ მივფრინავთ მთვარეზე მხოლოდ ამერიკელებისთვის, ჩვენ მივფრინავთ მთელი კაცობრიობისათვის. ეს მისია არის იმის სიმბოლო, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია, როდესაც ერთად ვმუშაობთ, თქვა მან. ის არის 4 ქალიშვილის მამა და აქტიურად უწევს ახალგაზრდებში პოპულარიზაციას STEM-ის განათლებას, რაც მოიცავს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას. ვიქტორ გლოვერი არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, პილოტი, რომლის ხელშიც იქნება კაცობრიობის პირველი ნაბიჯები მთვარეზე დაბრუნების მისიაში. კრისტინა ჰემოკ კოხი, მისიის სპეციალისტი. კრისტინა ჰემოკ კოხი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ასტრონავტი და ინჟინერია. მისი შერჩევა არტემის 2-ის მისიის სპეციალისტად სრულიად ლოგიკური იყო. მას აქვს ისეთი გამძლეობა და ტექნიკური ცოდნა, რაც კაცობრიობის ისტორიაში ცოტას თუ მოიპოვება. კოხი გახდება პირველი ქალი ისტორიაში, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტას გასცდება და მთვარის სიახლოვეს იმოგზაურებს. მეცნიერული საფუძველი და ექსტრემალური გამოცდილება.
კრისტინა კოხი პროფესიით ინჟინერ-ფიზიკოსია. სანამ NASA-ს ასტრონავტი გახდებოდა, ის მუშაობდა ისეთ გარემოში, სადაც გადარჩენა და მეცნიერება ერთმანეთს კვეთს. ანტარქტიდა და არქტიკა. ის მუშაობდა სამეცნიერო სადგურებზე სამხრეთ პოლუსსა და გრენლანდიაში. ამ იზოლირებულმა და მკაცრმა პირობებმა მას განუვითარა ფსიქოლოგიური მდგრადობა, რაც კოსმოსური ფრენებისათვის გარდამტეხია. ინჟინერია. NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრში მუშაობისას ის ქმნიდა სამეცნიერო ინსტრუმენტებს კოსმოსური მისიებისათვის, რაც მას ხომალდის სისტემების სიღრმისეულ გაგებაში ეხმარება. რეკორდები კოსმოსში. კრისტინა კოხმა სახელი გაითქვა თავისი 2019-2020 წლების მისიით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ქალთა რეკორდი. მან კოსმოსში უწყვეტად გაატარა 328 დღე. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ერთჯერადი მისია ქალი ასტრონავტისათვის ისტორიაში. ისტორიული კოსმოსური გასეირნება SpaceWalk-ი 2019 წელს მან და ჯესიკა მეიერმა შეასრულეს პირველი მხოლოდ ქალების კოსმოსური გასვლა. საერთო ჯამში კოხს 6 კოსმოსური გასვლა აქვს შესრულებული, რაც ჯამში 42 საათსა და 15 წუთს შეადგენს. როლი არტემის 2-ის მისიაში. როგორც მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხს რამდენიმე კრიტიკული მოვალეობა აკისრია. სისტემების მართვა. ის პასუხისმგებელია ხომალდ ორიონის ტექნიკურ გამართულობაზე და ექსპერიმენტების წარმატებით ჩატარებაზე. მთვარის დაკვირვება. კოხი თავისი მეცნიერული გამოცდილებით უხელმძღვანელებს მთვარის ზედაპირის ფოტოგრაფირებასა და ვიზუალურ ანალიზს, რაც NASA-ს დაეხმარება არტემის 3-ისათვის დაშვების წერტილის დასუსტებაში. პიროვნული თვისებები. კრისტინა ცნობილია თავისი სიმშვიდითა და პრობლემების გადაჭრის არაჩვეულებრივი უნარით. ის ხშირად ამბობს, რომ მისი მოტივაციაა აკეთო ის, რაც გვაშინებს. ის აქტიურად უწევს პოპულარიზაციას გოგონების ჩართულობას მეცნიერებასა და ინჟინერიაში. კრისტინა კოხის ყოფნა ამ ეკიპაჟში არის გარანტია იმისა, რომ მისია მეცნიერულად მაქსიმალურად პროდუქტიული იქნება. მისი მრავალმხრივი ნიჭი მას ეკიპაჟის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რგოლად აქცევს. ჯერემი ჰანსენი, მისიის სპეციალისტი. ჯერემი ჰანსენი არის კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი და პოლკოვნიკი, რომელიც არტემის 2-ის ეკიპაჟში შერჩევით ისტორიაში შევიდა. ის არის პირველი არაამერიკელი, რომელიც ოდესმე გაფრენილა მთვარის მისიაში. მისი დანიშვნა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი. ჰანსენი NASA-ს ასტრონავტთა კორპუსის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და პატივსაცემ წევრად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში აქამდე არ ყოფილა. სამხედრო წარსული და განათლება. ჯერემი ჰანსენი დაიბადა 1976 წელს ონტარიოში, კანადაში. მისი კარიერა საჰაერო ძალებს უკავშირდება. F-18-ის პილოტი. ჰანსენი არის კანადის სამხედრო საჰაერო ძალების გამოცდილი პილოტი. ის მართავდა CF-18 გამონადგურებლებს და მონაწილეობდა ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცის დაცვის ოპერაციებში, რასაც NORAD ეწოდება. აკადემიური ბაზა. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი კოსმოსურ მეცნიერებებში და მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში. მისი მეცნიერული ცოდნა და პილოტირების უნარები მას იდეალურ კანდიდატად აქცევს რთული საინჟინრო ამოცანებისათვის. გზა ასტრონავტობამდე. ჰანსენი CSA-მ 2019 წელს შეარჩია რიდ ვაისმენთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ხანი მოუწია ლოდინი თავის პირველ ფრენამდე, ის უკმად არ ყოფილა. NASA-ს ასტრონავტების წვრთნა. ის გახდა პირველი კანადელი, რომელსაც ანდობდნენ NASA-ს ასტრონავტთა კლასის ხელმძღვანელობას. ეს ნიშნავს, რომ ის თავად წვრთნიდა ამერიკელ ასტრონავტებს. ექსტრემალური გარემო. მონაწილეობდა ESA-ს ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგრამაში CAVES-ი, სადაც ასტრონავტები კვირაებს ატარებენ მიწისქვეშა გამოქვაბულებში იზოლაციისა და გუნდური მუშაობის დასახვეწად. ასევე მუშაობდა წყალქვეშა ლაბორატორია NIMO-ში. როლი არტემის 2-ის მისიაში. როგორც მისიის სპეციალისტი, ჯერემი ჰანსენი პასუხისმგებელია საოპერაციო მხარდაჭერაზე. ის იმუშავებს მეთაურთან და პილოტთან ერთად ხომალდის სისტემების მონიტორინგზე. კანადური წვლილი. მისი ყოფნა მისიაში არის შედეგი კანადის მიერ შეტანილი წვლილისა არტემისის პროგრამაში, კერძოდ კანად ARM-3-ის შექმნაში მთვარის ორბიტალური სადგურისათვის Gateway. კომუნიკაცია. ის იქნება მთავარი დამაკავშირებელი რგოლი კანადურ და ამერიკულ სამეცნიერო გუნდებს შორის. რატომ მაინც და მაინც ჰანსენი? ბევრს გაუკვირდა, რატომ შეარჩია NASA-მ ადამიანი, რომელსაც კოსმოსური ფრენის გამოცდილება არ ჰქონდა. პასუხი მის რეპუტაციაშია. სტრატეგიული აზროვნება. ჰანსენი ცნობილია როგორც ბრწყინვალე სტრატეგი. NASA-ს უფროსები მას ენდობიან ყველაზე რთული საოპერაციო გეგმების შედგენაში. დიპლომატია. ის არის კანადის კოსმოსური ელჩი, რომელიც ეხმარება საერთაშორისო პარტნიორობის გამყარებას. ფიზიკური და მენტალური მომზადება. მისი წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება სიმულატორებსა და ექსტრემალურ წვრთნებში მას ისეთსავე მზადყოფნაში აყენებს, როგორც ვეტერან ასტრონავტებს.
ჯერემი ჰანსენის მონაწილეობა ხაზს უსვამს, რომ არტემის 2 არ არის მხოლოდ ამერიკული პროექტი. ეს არის კაცობრიობის ერთიანი მცდელობა დაბრუნდეს ვარსკვლავებში. მაინც რატომ შეირჩა ეს 4-ეული? NASA-მ ეს ეკიპაჟი შემთხვევით არ აარჩია. თითოეული მათგანი განსხვავებული უნარების მატარებელია. ჩამოვთვლი 3 რეალურ მიზეზს. პირველი, ტექნიკური მრავალფეროვნება. გუნდში არიან საუკეთესო პილოტები, ინჟინრები და მეცნიერები. მეორე, ფსიქოლოგიური მდგრადობა. 4-ვეს აქვს ექსტრემალურ პირობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. და მესამე, სიმბოლიზმი. ეს ეკიპაჟი წარმოადგენს მთელ კაცობრიობას და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფს. მოკლედ, მისია არტემის 2 გრძელდება და პროექტი კოდი აქტიურად აკვირდება მის მიმდინარეობას. სიახლეებსა და ამ მისიის შესახებ სხვა საინტერესო დეტალებს, რა თქმა უნდა, ხვალინდელ ეპიზოდში წარმოგიდგენთ. შენ კი მოიწონე და დააკომენტარე ეს ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხი და იმისთვის, რომ არ გამოგჩეს პროექტის ახალი ეპიზოდები, გთხოვ რომ გააქტიურო ზარისხილაკიც. დროებით.